შინაგან ადამიანს ერთ სხვანაირად ზრდის. ყოველდღიურ და შემთხვევით არ მოვიყვანეს მაგალითი. ქალბატონი, რომელიც მართლაც აქ უნდა ხარე ფრემნაბისგან. აკი უხვად მოიძიო სიბრძნე. ქალბატონებო და ბატონებო. აქ დიდი მადლობა ყველა თითოეულ ქეთაგანს იმისათვის რომ მიიღეთ მოპატიჟება მოგზანდით დღეს ჩვენთან აქ მიუხედავად იმისა რომ წინა საახალწლო დღეებია და ალბათ ბევრი ქეთაგანი საახალწლო საქმიანობით თქვენ ლამაზ ოჯახებში უნდა ყოფილიყავით საკითხების მოგვარებით დაკავებულნი, მაგრამ მიუხედავად ამისა მოგზანდით დღეს ჩვენთან იქ სადაც სულ რაღაც 2-3 კვირის წინ ჩემი აზრით ძალიან ლამაზ ტრადიციას ჩაიყარა საფუძველი დავიწყეთ მსგავსი საღამოების ორგანიზება, რომელსაც დავარქვით ძველი თბილისის საღამოები და ზუსტად ეხლა ბატონ გივითთან და საათნახევრის წინ ჩემ მეგობრებთან საუბრობდი რომ სულ რაღაც 2 თვის წინ ვინმეს მამას რო ეთქვა ჩემთვის რომ ეს მსგავსი საღამოების ორგანიზებით მე და ჩემი მეგობრები თანაშრომლები ვიქნებოდით გამგეობაში დაკავებულნი, ვერ დავიჯერებ. სულ რაღაც 2 თვის წინ გულწრფელად გეუბნებით ამას. ვინაიდან იმდენად ჩაფულულები ვიყავით ყოველდღიურ რუტინულ საოპერაციო ფუნქციების შესრულებაში, რაც მსგავსი ადმინისტრაციულ ორგანოს ახასიათებს, რომ ამისთვის დრო არც გვჭებოდა და არც გვიფიქრია, მანამ სანამ არ შეხვდით ადამიანს, რომელმაც სიმართლე გითხრათ, ფიქრები აგვიშალა, როგორც მე, ისე ჩემს მეგობრებს და თანამშრომლებს და მოგცა დიდი ფიქრი საკვებისთვის და დავიწყეთ მსგავსი საღამოების ორგანიზება, მისით დავიწყეთ 3 კვირის წინ ვასილი გვეტაძე ბატონი მიგვახვედრა მან ერთი შეხვედრით მარტივ რამეს, რაც ადვილი მისახვედრი უნდა ყოფილიყო, რომ ამ რაიონში ცხოვრობს ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი ნიჭით და მისი ღვაწლი და მათი ღვაწლი და ამაგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან დიდია და მათ უნდა სხვა ყურადღება. აი ესეთი რაღაცა დაგვიმართა ბატონ ვასილთან ურთიერთობისას. იცით, და ამის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ ძველ თბილისში ძალიან ბევრი მარგალიტი ყავს და ყოლია თურმე. ჩემ და სამოწმინოთ ძალიან ბევრი მარგალიტი, რომელიც ისე ბზინავს, თუმცა მათი ბზინვარება ხელმიუწვდომელია თუ თვალმიუწვდომელია ბევრისათვის, მათაც ალბათ არ იძლევა ბევრი საშუალება, რომ თავი წარმოაჩინონ და წასდნენ ფართო აუდიტორიის წინაშე, არა იმიტომ რომ ისინი ჭრილში მოიქცნენ და გაპასიურდნენ, არამედ ალბათ ვფიქრობ მე რომ თანამედროვე ცხოვრების გოფუქარმა და შფოთვარე ალბათ ცხოვრებამ ისინი ჭრილში მოაქცია და ის სივრცე რაც მათ ეკავათ წლების განმავლობაში დაკარგეს და მათი ადგილი დაიკავა სხვა. სწორედ ეს საღამოები ემსახურება იმას, რომ ამ მარგალიტებს დაუბრუნოთ თავიანთი კუთვნილი ადგილი, რომელიც მათ უნდა ეკავოს. იცით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ გამგეობაში ძალიან რაღაც 60% სხვა თაობა ვართ, ვიდრე დაუშვათ დიდი ნაწილი აქ წარმოქმნილი სტუმრებისა, აი ეს რაღაცა დაგვემართა. რაც არ გვჭირდა 2 თვის წინ და დავიწყეთ მოძიება იმ ხალხის, ვინც იმსახურებს აი ასეთ ყურადღებას, განსაკუთრებით იმ ყოფაში, როდესაც ჩვენი გული ჰკუმშავს ალბათ უფრო სევდით და მწუხარებით, ვიდრე სიხარულით. სამწუხაროდ მე ჩემი შეგნებული ცხოვრება რაც მახსოვს 34 წლის ვარ, სულ პრობლემებია და აი ამ ტიპის შეხვედრებისთვის ნაკლები დრო რჩება და შეხუთული გვაქვს გული მიუხედავად ასაკისა. და ეს ჩვენ გვჭირდება ყველას, გვჭირდება არა მარტო ჩვენი ასაკის ხალხს, არამედ ყველას ჩვენ სულიერებას სჭირდება
და სწორედ ასეთი ერთ-ერთი დიდი მარგალიტი ნამდვილად არ მოვერიდები ამ სიტყვას გახოთ ბატონი გივი შაჰნაზარი. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ეს პროექტი, ასე ვთქვათ, გაგრძელება უნდა მოყოლოდა, ამაზე თავარი პროექტი გაიაროს, როგორც თოთო ბავშვა, რამდენიმე შეხვედრა ჩატარდეს და მე უკვე ამ პროექტს ვერაფერ ვერ გააჩერებს და ბატონ ვასილი გვეტაძის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, ვინ იყოს შემდეგ და დავსხედეთ 5-6-ნი და დიდმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ბატონი გივი შაჰნაზარი, რომელიც ცხოვრობს გოგებაშვილის ქუჩაზე, არის ის ადამიანი, რომელიც ალბათ მოუხდებოდა წინა საახალწლო დღეებში ამ საღამოს. მოუხდებოდა ეს ბილად რომ თქვათ, მივედით ბატონ გივისთან სახლში ვესტუმრეთ, მე და ქალბატონი თამილა, ჩვენი ერთი კიდე თანამშრომელი და ჩვენ და სასიხარულოდ ბატონი გივი დავთანხმდა საღამოსში მონაწილეობას და აი ესე აღმოჩნდით დღეს ჩვენ იქ სადაც ვართ შუაგულმთაწმინდაზე. იცით, ორი მთავარი ფიგურანტი არის ამ საღამოებში. ერთი არის უშუალოდ ის ადამიანი, ვის საღამოსს ვაწყობთ, ვისაც აქვს დიდი წვლილი და მოამაგია ჩვენი რაიონის, მთაწმინდის, ძველი თბილისის და მეორე ფიგურანტი არის ძველი თბილისის მაცხოვრებლები. მთაწმინდელები, სულაგელები, ვერელები, ძირითადად აქ არიან ეხლა წარმოდგენილი, რომელსაც ეს ურთიერთობა ბოლო წლებში ასევე მოაწყდა. ბატონ გივი შაჰნაზარის პოპულარობა და სითბო არ აკლია, თუმცა პარადოქსია, მაგრამ აი რაიონულ მასშტაბზე მე ვფიქრობ აკლია. შეიძლება ქვეყანა იცნობს და იცნობს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ის რომ ბატონი გივი შაჰნაზარი ჩვენი უბნის მაცხოვრებელი იყო, 70 თანამშრომელი ვართ ჩვენ გამგეობაში და ალბათ 80%-მა არ იცოდა. ესეც ძალიან დიდი პლუსი არის ჩვენთვის. და სიმბოლურად დაემთხვა, რომ ბატონი გივი, ასე ვთქვათ, 80 წლის იუბილეც არის, ეს წელიწადია, ესე ვთქვათ, შეიძლება კონფესია ხო? სიმბოლურად დაემთხვა და არ ვცდილობთ, რომ ანუ ძალიან გავიხარდა ეს ყველაფერი, როდესაც გავიგეთ, მნიშვნელობა არ აქვს, ასაკს. ერთი არის, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ შორის მოხდა ინტერაქცია, მე ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ იგი არის ძალიან დიდი პროფესიონალი თავის დარგში, არაჩვეულებრივი ადამიანი, რაც ყველაზე მეტად გვახარებს და დიდი მადლობა თქვენ ბატონო გივი, რომ გვაჩუქეთ ეს ლამაზი საღამო და მე მინდა რომ დღეს ბატონი გივი 80 წლის ასაკში ინგლისელები ამბობენ თქვენ იმდენი წლის ხარ, რამდენსაც გძნობთო და ეს პერსონიფიკაცია ამ გამოთქვის, აი პასპორტს ნამდვილად მნიშვნელობა არ აქვს. დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ აქ ხართ. განწყობილება რომ ამაღლებული მაქვს მარტო ამის დასტურად ისიც მამა დავითი არის და მე დიდი მოკრძალებითა და ბოდიშით უნდა შევტრიალდე რომ ზურგით არ ვედგე მამა დავითი და დაწმინდა ეს შეხვედრა რა თქმა უნდა სასიხარულო უჩვეულოა უბრალოდ ადამიანურად როცა ასეთი სიყვარული გაჩნდება ყოველთვის ესე იგი თითქოს მე მართალი გითხრათ ძალიან მწუხდი რომ ესე იგი მეტისმეტ ნუიზამთ მეთქი რომ რამოდენიმე ადგილას მიწევდნენ ხო და მაგრამ მე მგონი რომ ესე იგი წარმატებული და კარგი საღამო იყო იცით გულახდილად მინდა ვთქვა რომ ბრწყინვალე საღამო იყო და ჩემთვის მაგალითად მოულოდნელი იმიტომ რომ მეცაღან ვთქვი რომ გამგეობაში მსგავსი ღონისძიება ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო მაგრამ ეს არის მთაწმინდის გამგეობა ეს არის ქალაქის ცენტრი და ამიტომ ბრწყინვალე ღონისძიება და ბატონ გივიზე ხომ ზედმეტია საუბარი საერთოდ იმ თვალსაზრისით რომ ეს არის თბილისელი პიროვნება ეს არის ბრწყინვალე პიროვნება ეს არის ბრწყინვალე შემოქმედი ადამიანი და მე დღეს ვერ ვიტყვი ბატონ გივიზე რომ აი ვთქვათ სომეხია ხო ბატონ გივი არის თბილისელი კაცი და ეს არის ის პიროვნება რომლებიც ასე ცხოვრობენ რომ კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქილოცე ეს არის ბატონი გივის ბუნება იცით მე ვარ სომეხი საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე მაგრამ არაერთხელ მქონდა მეც და მე ვიცი ბატონ გივისას წინადადება რომ ვთქვათ ან სომხეთში ან რუსეთში და ასე შემდეგ შეიძლება უფრო კარგად გვეცხოვრა მაგრამ გულმა ეს ვერ ქნა თბილისი არის ჩვენი სამშობლო თბილისი და საქართველო ამიტომ მე
აი ძალიან მიხარია გულახდილად ვიძახი რომ აი დღევანდელი დღე შედგა და გრძელდება პროექტი ძველი თბილისის საღამოები. დღეს იყო ბატონი გივი შაχνაზარის ულამაზესი საღამო, რომელიც შედგა ჩვენი რაიონის მაცხოვრებლების თანდასწრებით და ვფიქრობ, რომ მსგავსი საღამოები აუცილებელია თითოეულ ჩვენთაგანისთვის, ჩვენი სულიერებისათვის, განსაკუთრებით იმ ყოფაში, როდესაც მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბევრ ქართველს დღეს გული აქვს შეხუთული და სამწუხაროდ გული ჩვენი სევდითა და წუხარებით უფრო იკუმშება ვიდრე სიხარულით და მე თაწმინდელებს მივეცი პირობა და აუცილებლად გაგრძელდება ეს საღამოები ყოველ შაბათს. დღეს იყო ბატონი გივის საღამო, ხვალ იქნება სხვა მოამაგე თაწმინდელის საღამო და ეს იქნება უწყვეტი პროცესი, რომელიც ასე აკლდა ჩვენს უბანს. მართლაც შესანიშნავი საღამო იყო. ეს არის კარგი წამოწყება რაიონის გამგებელმა ბრძანა, რომ 2 თვის წინ ამგვარი საღამოების ჩატარების წარმოდგენაც კი არ შემეძლო და მართლაც მე ვიტყოდი, რომ 2 თვის წინ, 3 თვის წინ მე ვერ წარმოვიდგენდი თუ გამგეობებში შეიძლება ამგვარი საღამოების ჩატარება. მართლაც ეს არის შესანიშნავი წამოწყება არის და იმედი მაქვს, რომ სხვა გამგეობებიც ამ ინიციატივას მხარს აუბამენ. ეს არის სიყვარულის საღამოები, მოფერების საღამოები და ბატონი გივი შაχνაზარი არის ის პიროვნება, ის მწერალი, რომელსაც მართლაც ჭირდება მოფერება, რადგანაც ეს არის ორი ერისმსახური, ეს არის ქართველების და სომხების კულტურათა დამაკავშირებელი თავისი შემოქმედებით, თავისი თარგმანებით, მას არაერთი თარგმანი გაკეთებული სომხური პოეზიისა ქართულად და ეს არის მართლაც ქართული ლიტერატურის შენაძენი. მე მინდა ბატონ გივის 80 წლის გახდა წელს აგვისტოში და ფაქტობრივად დღევანდელ საღამოს მის ერთგვარი საიუბილეო საღამოების გაგრძელება, უსურო ჯანმრთელობა, სიკეთე, გამარჯვებები და მე მინდა ჩვენს მაყურებელს დამდეგი ახალი წელის მიულოცო, გამარჯვების მომტანი ყოფილიყოს, სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს და სითბოს მომტანი, რაც ასე ჭირდება დღევანდელ ქართველობას და საქართველოს. თაწმინდის რაიონის გამგეობამ ნამდვილად მისაბაძი ინიციატივა შესთავაზა ჩვენს ქალაქს. საოცარი საღამო იყო შეხვედრა გივი შაχνაზართან და საერთოდ მე რამდენადაც ვიცი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდეს, ტრადიციული სახე მიეცეს. ჩემთვის პირადად ერთი რიგითი თბილისელისათვის მისასალმებელია, რომ აი ისეთ პოლიტიზირებულ დროში, როგორიცშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გვინდა თუ არ გვინდა, ადამიანი გაახსენდა ვიღაცას, კულტურის მოღვაწე გაახსენდა, მწერალი გაახსენდა, ხელოვანი გაახსენდა და მონაწილე ვარ მეც ამ საღამოსი, რაღაც დიდი წინასაახალწლო ემოციებში ვარ და დამატებული აი ეს განცდები, რომელიც დღეს გივი შაχνაზარის პოეზიის და თარგმანების მოსმენით განვიცადეთ. დღევანდელი საღამო შაშურის ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ გამგეობა დაკავშირებულია საყოფის ცხოვრების საკითხებთან, პოლიტიკასთან და რატომღაც უგულებელყოფილი იყო ყოველთვის კულტურა და დღეს ამ გამგეობამ მე მგონი პიონერია თბილისის მასშტაბით, რომ აი ესეთი საღამო ჩაატარა. როგორც გამგებელმა თქვა, ეს გაგრძელდება და თანადროულად გეგმა აქვს შედგენილი. მრავალფეროვანიც იქნება ცხადია, ასე რომ კულტურის ჩართვა გამგეობის მოღვაწეობაში ეს არის შესანიშნავი იდეა. მე მგონი ამისთვის მადლობა კი არა, რა ვიცი რა უნდა უთხრათ. ეს იქნება გადამდები ცხადია და სხვა რაიონების, ახალი რაიონების უნდა, იმიტომ რომ იქაც საჭიროა და შეიძლება იქ მეტი იქ იმდენი შეიძლება არ ცხოვრობდეს ხალხი ხცოვანი ასეთი დამსახურებული როგორც ჩვენი დღევანდელი აქაური სტუმარი გივი შაχνაზარია, მაგრამ ახალგაზრდობა არის და საჭიროა სტიმულირება ასე კულტურის დაფასება და კულტურის მნიშვნელობის გააზრება დღევანდელ ქვეყნიერებაში.